რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ ფაქტორინგის შესახებ კანონპროექტი საპარლამენტო განხილვების ეტაპზე გადავიდა. აღნიშნული დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ ქვეყანაში ფაქტორინგის ფინანსური ინსტრუმენტის ჩარჩო კანონმდებლობა იარსებებს. ფაქტორინგი დებიტორულ დავალიანებაზე დაფუძნებული ტრადიციული სასესხო პროდუქტების ერთგვარი ალტერნატივაა. ამ ინსტრუმენტის გამოყენებით დღეს ბანკს კანონის მიღების შემდეგ კი ფაქტორინგულ კომპანიებს შეეძლებათ თავისი კლიენტის დებიტორული დავალიანება იყიდონ. შედეგად კომპანიას აღნიშნული დავალიანების გაყიდვით მოსავლის წინსწრებად მიღება შეეძლება. მაგალითად, სავაჭრო ობიექტის ნებისმიერი მიწოდებული პროდუქციის ანაზღაურების საბუთის, ეგრეთ წოდებული ინვოისის გამოყენებით, ფინანსური ინსტიტუტიდან ინვოისის ღირებულების შესაბამისი დაფინანსების აღებას შეძლებს დამატებითი უზრუნველყოფის გარეშე. წინასწარ შეთანხმებული პერიოდის გავლის შემდეგ კი პარტნიორი კომპანია ფინანსურ ინსტიტუტს უხდის ინვოისის სრულ ღირებულებას, ხოლო ფინანსური ინსტიტუტი ამ საშუალო საქმიანობისთვის გამოიმუშავებს საპროცენტო სარგებელს, ეგრეთ წოდებულ დისკონტს. ფაქტორინგი უშუალოდ საბრუნავ საშუალებებს ეხება და ეს რა თქმა უნდა აჩენს დამატებით მექანიზმს ბიზნესებისთვის, რომ მათ შეძლონ გარიგების დადებისთანავე, ვთქვათ, სერვის გაყიდიან თუ პროდუქტს, რომ ყისიერად მიიღონ საფასური ამ სერვისისა თუ პროდუქტის. თუ აქამდე ვთქვათ უწევდათ 30 დღე, 60 დღე, 90 დღე ლოდინი, სანამ მიიღებდნენ მყიდველისგან, კლიენტისგან თანხას, ფაქტორინგული გარიგების დადებით მათ შეუძლიათ ყისიერად აიღონ ეს თანხა და უკვე შემდეგ ეს ფაქტორინგული კომპანია, ეგრეთ წოდებული ფაქტორი მიიღებს საბოლოო მყიდველისგან იმ თანხას იმ ვადაში, რა ვადაშიც უნდა ამ შემთხვევაში თავდაპირველ გამყიდველს მიეღო. ფაქტორინგი ძირითადად ისეთ ბიზნეს საქმიანობაში გამოიყენება, როგორიცაა წარმოება, საბითუმო ვაჭრობა, დისტრიბუცია, რომლებიც იმ სექტორებს წარმოადგენენ, რომელთა საქმიანობა ძირითადად კონსიგნაციით ვაჭრობას უკავშირდება და მოკლევადიან პერიოდში საბრუნავი კაპიტალის უზრუნველყოფის საჭიროება უდგათ. ლაშა რიჟამაძე ამბობს, რომ ფაქტორინგის ფინანსური ინსტრუმენტის გაჩენა ბაზარზე განსაკუთრებით სწორედ ვაჭრობაში ჩართული ბიზნეს კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდება დებიტორული დავალიანების გაყიდვის გზით საბრუნავი საშუალებების დროული მობილიზებისთვის. არსებული პრაქტიკა სამწუხარო რაც გვაქვს, მათ შორის ავიღოთ საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, აქ საუბარი არის ორთვიან, სამთვიან საკონსიგნაციო ვადებზე, რომელიც მნიშვნელოვანი თანხის გაჩერებას ახდენს როგორც წარმოებელი, ასევე სადისტრიბუციო კომპანია და აქ ავსაუბრობთ ჩვენ რამოდენიმე ათეულ ათასზე. აქ ვსაუბრობთ ასეულობით 1000 ლარზე, რომელიც გაჩერებულია რეალურად, რომელიც მნიშვნელოვანი არის ყველა მწარმოებლისთვის, რომ დეფიციტი არ შეექმნას საბრუნავ საშუალებებში და ეს ინსტრუმენტი უკვე აძლევს შესაძლებლობას კომპანიას მიმართოს შესაბამის ბანკს თუ ნებისმიერ ფაქტორინგს გამცემს, რომ რეალურად გაიჩინოს ეს საბრუნავი საშუალებები და არ დაელოდოს 3 თვის დადგომას. აღსანიშნია, რომ ფაქტორინგი არ საჭიროებს დამატებით უზრუნველყოფას და საბანკო სესხისგან განსხვავებით კომპანია ყიდის თავის დებიტორულ დავალიანებას ფინანსურ ინსტიტუტზე ან ფაქტორინგულ კომპანიაზე. შესაბამისად, ეს შეიძლება იქნეს გამოყენებული როგორც სესხის ალტერნატივა, განსაკუთრებით იმ კომპანიებისთვის, რომლებიც სესხებით არიან დატვირთულნი. საფინანსო ინსტიტუტებს აქამდეც გააჩნდათ ფაქტორინგული პროდუქტები, თუმცა ჩარჩო კანონმდებლობის არარსებობის პირობებში გარკვეული რისკებიდან გამომდინარე ფაქტორინგული ბაზარი გაცილებით მცირე იყო, ვიდრე ამ ინსტრუმენტის განვითარების პერსპექტივა აჩენს. მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ინვოისების რეესტრი და ფაქტორინგული პლატფორმა, რომელიც ამაზე საუბარი არის ასევე საკანონმდებლო დრაფტში, ფაქტორინგის დრაფტში. მათი გაჩენა და კანონის ძალში შესვლა ეს ორი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რაც მოეხმარება ბანკებს, რომ უფრო ღიად შესთავაზონ ეს პროდუქტები, ფაქტორინგული პროდუქტი თავიანთ კლიენტებს. ახლანდელი ბაზარი დაახლოებით 300 მილიონის ფარგლებში არის, 300 მილიონი ევროს ფარგლებში არის ფაქტორინგული ბაზრის მოცულობა და მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ციფრი მნიშვნელოვნად გაიზრდება მას შემდეგ, რაც კანონი ძალში შევა. ფაქტორინგის ბაზრის ზრდასთან ერთად, როგორც ოდარ ტაბუცაძე ამბობს, ფაქტორინგული კომპანიების გაჩენის და კონკურენციის გაზრდის პირობებში შესაძლებელია, რომ საპროცენტო განაკვეთები ფაქტორინგულ პროდუქტებზე, რომელიც დღეს ტრადიციული სასესხო დაფინანსების ფაქტობრივად იდენტურია, შემცირდეს. ანალოგიური მოლოდინი აქვს ეკონომიკის სამინისტროსაც, რომელიც ცვლილებების მთავარი წარმომადგენია საპარლამენტო განხილვებზე. ფაქტორინგული მომსახურების საპროცენტო განაკვეთის დიაპაზონი დაახლოებით იგივეა, რაც საბანკო კრედიტის შემთხვევაში იქნებოდა. ამას თავისი მიზეზი აქვს. შეიძლება საპროცენტო განაკვეთი არ არის ის, რაშიც თქვათ ფაქტორინგი აჯობებს საბანკო კრედიტს, თუმცა კონკურენციის გაზრდის შემდგომ, რაც ამ პროდუქტის შეთავაზებას დაიწყებს სხვადასხვა კომპანიები, ბუნებრივია, ამან შეიძლება გამოიწვიოს გარკვეულწილად საპროცენტო განაკვეთის შემცირება, თუმცა მე პირადად მგონია, რომ
მაინც დარჩება მეტნაკლებად იგივე დიაპაზონში, რაც საბანკო კრედიტის შემთხვევაში არის. ერთ-ერთ მნიშვნელოვან, ასე ვთქვათ, სიახლეს, რასაც კანონი წარმოადგენს, ეს არის უშუალოდ ფაქტორინგული კომპანიის გაჩენა, როგორც სუბიექტის, რომელიც მხოლოდ ამ ტიპის სერვისით იქნება დაკავებული და ვფიქრობთ, რომ პირველ რიგში ეს გაზრდის კონკურენციას უფრო ხელმისაწვდომს გახდის ამ პროდუქტს ბაზარზე კერძო სექტორისთვის. კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ ფაქტორინგულ კომპანიებთან ერთად ჩამოყალიბდება ფაქტორინგის რეესტრი, რომელიც ავტომატურად დაუკავშირდება შემოსავლების სამსახურის ბაზას და ფაქტორს მცდარი და კანონთან შეუსაბამო დებიტორული დავალიანების შეძენისგან დააზღვევს. 2023 წელს KPMG International-ის მიერ ჩატარებული კვლევით ფაქტორინგის რეესტრის შექმნისთვის დაახლოებით 1 მილიონი ლარი იქნება საჭირო, რისი დაფინანსების წყაროდ კანონპროექტის მიხედვით მთავრობა ჯერ კიდევ დონორ საერთაშორისო ორგანიზაციებს განიხილავს. ასევე შეიქმნება პლატფორმა, სადაც დებიტორული დავალიანების გამყიდველები და მყიდველები ციფრულ პლატფორმაზე ივაჭრებენ.